სამწუხაროდ ისე უტიფრად ცდილობენ ძველი მეთოდებით მოქმედებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და აქტივისტების უმრავლესობა უარს რო ვერ ამბობს საერთოდ ყველაფერთან მიმართებაში მოძველებულ მეთოდებზე, ეს მხოლოდ რამდენიმე სამწუხარო ფაქტზე მეტყველებს. ეს ადამიანები არც საკუთარ თავს აფასებენ და არც მათ, ვის გამოც თითქოს დაიბრძვიან. შესაძლოა მე ვცდები და ისინი უბრალოდ ჩაჩნდნენ იმ პერიოდში, როდესაც მსგავსი მეთოდებით იოლად ზემოქმედებდნენ მასებზე. ეს თუ ასეა, ამ შემთხვევაში დასაწყისისთვის მათ უნდა გაანახლონ შეფასების მოძველებული კრიტერიუმები. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ვიზია გათვლილი მათი საჯარო განცხადებები ან მოქმედებები. წლების მანძილზე მათი უტიფარი ერთფეროვანი მცდელობები მათ გონებრივ განვითარებასა და შესაძლებლობებზე მეტყველებს და არა მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებზე ან განწყობებზე. ფართო საზოგადოების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია დეფექტური პროცესების მიმართ წინააღმდეგობის ხარისხზე, რაც პირდაპირ მეტყველებს ქვეყნის განვითარების ზოგად დონეზე. ეს დაახლოებით მდინარის დამორჩილებას გავს. გონიერი, წინდახედული და გამოცდილი მოსახლეობა სისტემატურად წმენს კალაპოტს და ამაგრებს ჯებირებს, რადგან მდინარის დაბინძურება ბუნებრივი მოვლენა და ამიტომ პერიოდულობით არსებობს წყლის მოვარდნის საშიშროებაც. ადიდებული მდინარე თუ ყოველ ჯერზე მოულოდნელად ტბორავს სოფელს, ანადგურებს კარმიდამოს და ხშირია მსხვერპლიც, ეს მოვლენა სოფლის მოსახლეობის გონებრივ შესაძლებლობებზე მაინც და მაინც კარგად არ მეტყველებს. გამოცდილი და გონიერი ოპოზიციური ფლანგი ყველანაირი მმართველობის პირობებში მაღალი და მყარი ჯებირის ფუნქციას ასრულებს. იმ უსამართლობის და უკანონობის ღვარცობის წინააღმდეგ, რაც უკვე მრავალი წელია მოედინება საქართველოში ყველა მიმართულებით. დღევანდელი ოპოზიციური ფლანგი უძლურია მოქმედი ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. ისინი შორს არიან თავიანთი ძირითადი ფუნქციისგან. საკუთარი უსუსურობის გადასაფარად მათ პერიოდულობით უწევთ რევოლუციური პროცესების დაორგანიზება. ამ პროცესებით ისინი მათივე მეტოქეს სისტემატურად უქმნიან პოლიციური რესურსის გაძლიერებისთვის მყარ საფუძველს. ძირითადად უსუსური და მხტალი პოლიტიკოსი ლიდერების ან აქტივისტების ხარჯზე იქმნება ის ანტისახელმწიფოებრივი პრეცედენტები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ავტორიტარული მმართველობის ფუნდამენტის სიმყარისთვის. ქვეყნის დროული პროგრესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობები დისტანცირდნენ იმ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი პერსონებისგან, რომლებიც დღემდე უტიფრად ცდილობენ ქვეყნის უახლოეს წარსულში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამომწვევის სცენარის გამეორებას. მსგავსი მეთოდებით ისინი წარმატებით მოქმედებდნენ მრავალი წლის მანძილზე. ამის გამო მათ ცნობიერში უკვე დიდი ხანია რაც მატერიალის და პარალელური სამყარო, სადაც ქართული მოსახლეობა მხოლოდ მათი არაჯანსაღი წარმოდგენების მიხედვით არსებობს. ძველი თაობის პოლიტიკოსებს უჭირთ დღევანდელი რეალობის მიღება. ისინი ვერაცნობიერებენ იმოცემულობებს, რაც წარსულში განაპირობებდა მათ მოქმედებების წარმატებას. ამაზე მეტყველებს მათი დღევანდელი მცდელობებიც. ასეთი დამოკიდებულების მქონე პერსონებზე ძნელია იფიქრო პოზიტიურად, ისევე როგორც მათი მოქმედების მოსალოდნელ შედეგებზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათი ყოველი მომდევნო ახალი მცდელობა ძველი იდენტურ შინაარსს და ხასიათს ატარებს. დეფექტური მეთოდებით მოქმედი აქტორების დამსახურებაა, რომ ახალგაზრდა თაობას დღემდე მცდარი წარმოდგენა აქვს კონცეპტუალურად განსხვავებულ მეთოდებსა და მოქმედებებზე. ამ ტიპის მოქმედებებით ისინი მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარი ელექტორატის მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებას. მსუბუქად რომ ვთქვათ, ისინი მათ სავარაუდოდ დებილებად თვლიან. ან შესაძლოა თავად არიან დებილები, პირველი მოსაზრება არ გამორიცხავს მეორეს, რასაც ვიტყვით მის საწინააღმდეგო მოცემულობაზე. ქვეყნის მმართველობაში მოსასვლელად მცველებების და განახლებების მოტივით მოქმედება ერთ-ერთი სწორი სტრატეგია, თუმცა ამ სტრატეგიაში ხელოვნური ბარიერების და მცდარი სამიზნეების სიმრავლე გამორიცხავს მის დადებით შედეგს. უკანასკნელი წლების მანძილზე მოღვაწე ოპოზიციონერი ლიდერების დამსახურებით ქართულ პოლიტიკაში ერთგვარ სტანდარტად ჩამოყალიბდა ნეგატიური შედეგის მომტანი მოქმედებები. ქვეყნის დროულ პროგრესის დაბრკოლების ძირითად მიზეზად რომელიმე პერსონის დასახელება ან მის დამარცხებასთან პოზიტიური სიახლეების და ცვლილებების დაკავშირება ისეთივე გონება შეზღუდულობის მაჩვენებელია, როგორც სამშობლოსთვის უანგაროდ სამსახურის სტანდარტად დაწესების მცდელობა. ასეთი დეფექტური მოსაზრებების აგიტატორები უფრო მეტად აფერხებენ ქვეყნის დროულ პროგრესს, ვიდრე მათ სამიზნეში ამოღებული საზოგადო მოღვაწეები. ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენ ვინ საზოგადოებამ და საზოგადოებიდან ამოზრდილმა ახალმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა უნდა შექმნას გარანტიები, რომ ივანიშვილს აქ მოსვენება დაეკარგოს და მარტო ერევანში კი არ გრძნობდეს უხერხულად თავს მისი პრემიერი ყობახიძე, არამედ აქაც. დღეს ის აქ უხერხულად პრინციპში თავს არ გრძნობს, დიდ გულზეა, გვედით გულება. ჩვენ მას არ უნდა ვადით გულებდეთ, უნდა მივუჩინოთ ადგილი ტექნიკურად. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. წლების მანძილზე ოპოზიციონერი ლიდერების ხელით ორგანიზებული
უწყვეტად მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები მათ მხარდაჭერებში იწვევს მწვავე საწოწარკვეთილებას. ამიტომ ბუნებრივია მმართველი გუნდის მიმართ ყველა ის რეაქცია და გამოვლინებაც, რასაც მძევლად ყოფნის დროს გამოხატავს მოსახლეობა. გონება შეზღუდულობასთან ერთად სადისტური დამოკიდებულების მაჩვენებელია სიტუაცია, როდესაც ბოლო დროიდელ სისტემურ პრობლემურ საკითხებზე ისევ 10, 20 ან 30 წლის წინანდელი მდგომარეობის გამამართლებელი მიზეზებით უმარტავენ ახალგაზრდებს. არსებულ რეალობაში ურთულეს ამოცანას წარმოადგენს მათთვის სამაგალითო და მამოტივირებელი სოციუმების სასოწარკვეთილი მოქმედებების ადეკვატური შეფასება. გაუნათლებელი ან ღარიბი ადამიანი არ ნიშნავს ბოროტს ან ცუდს, ისევე როგორც განათლებული და მდიდარი ადამიანი კარგს ან კეთილს. სასოწარკვეთილების განცდა ბუნებრივი მოვლენაა, მას ყველა ადამიანი განიცდის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მისი სოციალური ან ინტელექტუალური შესაძლებლობების მიუხედავად. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ მოვლენას იწვევს გამოუცდელობა და გაუნათლებლობა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა ნიშნავს, რომ ადამიანი გახდა მისთვის არასასურველი ნეგატიური გარემოებების მძევარი. ამის გამომწვევ მიზეზს ის შესაძლოა ნაწილობრივადაც ვერ აცნობიერებდეს. ამიტომ მისთვის ხელმისაწვდომი არაა პოზიტიური შედეგის მომტანი ნებისმიერი გამოსავალი. სასოწარკვეთილების გამომხატველი ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია მოზღვავებული ჭარბი ემოციების გამოვლინება ან პანიკა. ამ სიმპტომებს ძირითადად არასასურველი მდგომარეობიდან დაუყოვნებლივ თავის დაღწევის სურვილი იწვევს, რაც ქაოტურად ინსტინქტურ მოქმედებებში გამოიხატება. ადამიანის ინტელექტზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული არასასურველი მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით მიმართული მოქმედებების ხასიათი და შინაარსი. ამიტომ არის გაუგებარი ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელი ქმედებების მოტივი და კრიტიკულ კითხვებს იწვევს ახალგაზრდა თაობებში ძველი სცენარის განვითარების მცდელობაც. 4-ში 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე და ნახავთ თქვენ რომ 4-შივე ღამე საქართველოს შეიძლება უკეთესობისკენ. ზოგიერთები დაიწყებენ 4-ში დავიწყოთ და 7-ში 8-ში დავამთავრებთ. არა ბატონო, 7-ში 8-ში არის გვიან. 4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. ბრალდებულთა ნაწილის ხდომას ესწრება, პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დაცვის მხარე საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამს. ბრალდებულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობას ედავებიან. ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ, იმიტომ რომ მოვიდნენ, გამოჩნდა სპეცრაზ მე გამოჩნდა პოლიცია მოდის იწყება დაკავების სპეცოპერაცია, ხედავთ რამდენი პოლიცია მიყავთ მურთან ზოდელავა სალომე მოღალატეა, ჭამეთ ციცაკა და იყავით პატრიოტები. არსებობს ერთადერთი შენობა, საიდანაც დემოკრატია ჯერ კიდევ გამოდის, ეს არის სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლე. სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ არა უბრალოდ ყლექალა, ასე უვნებელი გამოყლებული ქალი კი არა. ეს არის რეზიდენტი ყლექალა. თუ გავიღვიძეთ თბილისში, მოდი თეორიებით და დაშვებით ვილაპარაკოთ რა, სადაც კუპრაძეა მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. ამათ ხო გაედოთ ბაირამ დუდუქში მერე. აი ხო გაედოთ ბაირამ დუდუქში. სხვა საქართველოში ხო ვიღვიძებთ. მერით როგორც ყაჩაღებმა ისე. მატუარებო, კრიმინალებო. წარმოუდგენელი დაძაბულობა ეხლა აქ პოლიცია ცდილობს რომ ელენე ხოშტარია მოაშორონ მანქანას საპატრულო პოლიციის მანქანის დეპუტატია უფლება არ აქვს. ხელი არ დაადო. ხელს ლუგუში ხელი არ მოგვიწევს. ხელი არ მოგვიწევს. ელენეში რა ხდება? რადგან დღემდე არადაა გამოჩნდა რომელიმე პასუხისმგებლიანი პერსონა ოპოზიციურ ფლანგზე, პოლიტიკური პროცესების ადეკვატური განვითარება მხოლოდ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. მოცემულ რეალობაში ეს მათთვის ურთულესი ამოცანაა. ქვეყნის ღალატის ტოლფასი აქტია ფსევდომოტივებით დამოხტულ გამოუცდელ ახალგაზრდებზე, თუნდაც ხანმოკლე პერსპექტივით გათვლილი პოლიტიკურ პროცესების დაორგანიზებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს ღრმა და მღვრიე წყალში პატარა ბავშვის ნავიდან გადაგდებას გავს, რომელმაც ჯერ არ იცის ცურვა. რა მოტივითაც არ უნდა გაამართლოს ადამიანმა ეს აქციელი, უპასუხისმგებლობის მაჩვენებელია მისი პოზიტიური შედეგით დასრულების მოლოდინი. ბავშვს ამ გასაცდელიდან მხოლოდ ის ხელი ამოიყვანს ისევ, რომელმაც ის იქ ჩააგდო. ეს ბავშვზე უპირობო დომინირების დემონსტრაციაა, რაც მის მორჩილებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება მხოლოდ. მსგავსი მეთოდებით ახალგაზრდებთან ურთიერთობა დამახასიათებელია საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული მენტალობის მატარებელ პერსონების უმრავლესობისთვის.
მათში დღემდე შემორჩენილია შეფასების არადეკვატური კრიტერიუმები. მათი პასუხისგებლობის თავისებური აღქმა და სხვა მრავალი არაჯანსაღი დამოკიდებულება კოლონიზებულ სახელმწიფოში ჩანერგილი იმპერიული იდეოლოგიის ნაყოფია. ახალგაზრდების ფსევდომოტივებით დამუხტვაც მხოლოდ კონკრეტული სოციუმების უპირობო დომინირების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩვენარ ქვეყნებში ამ მეთოდით მრავალი წლის მანძილზე აპირისპირებდნენ სოციუმებს და მწვავე მეთოდებით მუდამ აშორებდნენ მათ ერთმანეთს. ამ მეტალობის მატარებელ პერსონებში თავმოყრილია უამრავი ფობია, ამიტომ ებრძვიან ისინი ყველა იმ ალტერნატივას, რაც ასუსტებს მათ აქტუალობას. ძირითადად ამ მიზეზით არის გამოწვეული თაობებს შორის მოხშირებული შეუთავსებლობაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა დაიბრუნოს თავისი ძირითადი ფუნქცია. დასაწყისისთვის საჭიროა, რომ პასუხისმგებლიანი პერსონები შემოვიდნენ პოლიტიკაში, რომლებსაც არ შეეშინდებათ საკუთარი გამორჩეულობის და რეალურად შეძლებენ პროგრესზე ორიენტირებული ახალი სტანდარტების ამოქმედებას. დროსთან და სიტუაციასთან მიმართებით, ადეკვატური ჯანსაღი კონკურენტული გარემო დაარეგულირებს დეფექტურ პროცესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პოლიტიკოსების ჩამოყალიბებისთვის. უსუსურ და მხდალ პარტიებთან პაექრობაში დეგრადაციას განიცდის მისი ყველა მეტოქეც. ამ არაჯანსაღი პროცესებით გამოწვეული სანახაობებით ისინი შეგნებულად აჭიანურებენ იმპოტენციალის ათვისებას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მატერიალიზებულიყო მშვიდ და სტაბილურ გარემოში. უამრავი შესაძლებლობა რჩება სათანადო ყურადღების მიღმა დღესაც, იმისთვის, რომ მოსახლეობაში გაჯანსაღდეს მენტალობა, გაფართოვდეს თვალსაწიერი და გაუმჯობესდეს ცნობიერება. არსებულ რეალობაში შეუძლებელია მომავალი სამთავრობო გუნდის ფორმირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემების განვითარებაც, რაც დროსთან და სიტუაციასთან იქნება ადეკვატურ თანხმობაში.